დღეს მოვამზადებ ნაზუქებს, რომელიც არის ძალიან მარტივი მოსამზადებელი, თან არის უგემრიელეს და სახლშიც არაჩვეულებრივი სურნელი ტრიალებს. რა თქმა უნდა, მე ყველაფერს თანმიმდევრობით აგიხსნით. თქვენ კი თუ მოგეწონებათ ვიდეო, ჩემი დიდი თხოვნა იქნება გაუზიაროთ სხვასაც. პირველ რიგში შეინახეთ ვიდეო, რომ არ დაგიკარგოთ და დავიწყოთ. დაგჭირდება 500 მლ რძე, რომელიც უნდა გავყოთ შუაში, ნახევარში გავხსნათ საფუარი, ნახევარში კი გავადნოთ კარაქი. საფუარის რაოდენობა იქნება 15 გრამი, კარაქი კი დაგჭირდება 50 ან 60 გრამი. საფუარს გასააქტიურებლად დავუმატეთ ცოტა შაქარიც და გაითვალისწინეთ, რძე უნდა იყოს თბილი და არა ცხელი. ნახევარ რძის მასას, რომელშიც კარაქი გავადნით, დავამატოთ შაქარი. შაქარი დაგჭირდება 400 ან 500 გრამი თქვენი სურვილის მიხედვით. დაგჭირდება სუნელებიც. მე პასკის სუნელი მქონდა დარჩენილი და ბარემეს გამოვიყენე. თქვენს თუ მოგეპოვებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ, ძალიან უხდება, დაახლოებით დასჭირდება პატარა არაყის ჭიქა. ფქვილი დაგჭირდება 1 კილო და 300 გრამი. ფქვილს დავამატებთ 3 ან 4 ცალ კვერცხს. შემდეგ კი დავამატოთ დარჩენილი ინგრედიენტები. ყველაფერი ერთად კარგად ხელის საშუალებით გადავზილოთ. ძალიან დიდი წვალება არ დასჭირდება, რადგან მართლა მარტივი მოსამზადებელია. ცოტა წებოვანი ცომი გამოვა, მაგრამ დასვენების შემდეგ იდეალური იქნება. მოკლედ, როგორც უკვე ვთქვი, კარგად გადაზილეთ და შემდეგ დავუმატეთ ნახევარი ყავის ჭიქა ზეთი. ისევ კარგად გადავზილოთ. შემდეგ კი თავზე გადავაგრათ სამზარეულოს ცელოფანი. ეს სავალდებულო არ არის, თუ მოგეპოვებათ, იმ შემთხვევაში გამოიყენეთ, თუ არ გაქვთ პრობლემა არ იქნება. შემდეგ უკვე ცოტას დავჩხვლიტავ, იმისთვის რომ ჰაერმაც იმოძრაოს და დავასვამოთ უკვე დაახლოებით 2 ან 3 საათი, გაორმაგებამდე მოკლედ. მე კი ვისაც არ გინახევართ და გაინტერესებთ, შეგიძლიათ ამ ვიდეოის ცოტა ხანი მიხილოთ კიდეც. მოკლედ, შემაცომა ამასობაში უკვე კარგად დაისვენა. შემდეგ გამოვიღებ, გადავიტან სამუშაო მაგიდაზე და ცომს გავყოფ უკვე დაახლოებით 8 ან 10 ნაწილად. რა ზომაზე და რა ფორმაზე თქვენ გაგიხარდებათ, იმ ზომაზე და იმ ფორმაზე გაყავით. ფორმების მიცემის შემდეგ ცოტა ხანი კიდე დავასვენებ, დაახლოებით 10-15 წუთი დასჭირდება. შემდეგ უკვე გადავიტან ფქვილ-მოყრილ ცხელ ჟარონაზე და გამოვაცხობ წინასწარ გახურებულ 200-250 გრადუსზე ზედა-ქვედა წვით. ხომართლა თავზე გადავუსვათ კვერცხი და რძის ნაზავი. თუ გიყვართ, აუცილებლად უნდა სცადოთ ეს რეცეპტი, რადგან მართლა ძალიან გემრიელია და თან ძალიან მარტივი მოსამზადებელია. კიდევ ერთხელ მექნება თხოვნა, თუ მოგეწონებათ ჩემი ვიდეო, დამიტოვეთ კომენტარიც და გაუზიარეთ ვიდეო სხვებსაც. მე თქვენ ამით მართლა ძალიან მეხმარებით, ისთვისაც მართლა ძალიან მადლიერი ვარ თქვენი. სხვათა შორის თანამშრომლობისთვისაც მზად ვარ და შემიძლია შემოგთავაზოთ ძალიან ბუნებრივი რეკლამები. თუ გსურთ, შეგიძლიათ მომწეროთ. მოკლედ უკვე ბევრი ვისაუბრე, ახლა დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ, ყველას წარმატებული და ბედნიერი დღე მინდა გისურვოთ. კარგად. გემრიელად მივირთვით.